მარიკა მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნინო საქმეზე უნდა გითხოთ პირველ რიგში, თქვენ ჩართული იყავით ამ საქმეში და ამიტომ გითხრათ რა ხდება ამ საქმეში, მათ შორის საზოგადოებას რომ მივაწოდოთ ბოლო ცნობები საქმის მიმდინარეობის შესახებ. კი ბატონო, მოგესალმები კიდევ ერთხელ პირველ რიგში და მივესალმები ჩვენ მსმენელს. რეჟიმი არის ასე ვთქვათ სასტიკი, ისევე როგორც ეს ახასიათებს ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმებს და ცდილობს რომ ადამიანებზე მოახდინოს ზემოქმედება, დააშინოს ისინი, ხო და ამის მაგალითი არის მათ შორის ნინოს შემთხვევა, მაგრამ მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ რეჟიმის პატიმრებმა რეჟიმს აჯობეს, მოუგეს, თან ძალიან ბევრით მოუგეს ესე ვთქვათ ბრძოლა, იმიტომ რომ არ დაშინდნენ, იმიტომ რომ არ გაიყიდნენ მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ზეწოლას და რთულ პირობებს გაუძლეს და აი ამ გაძლების პროცესში არის ახლა სწორედ ნინო. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის დამძიმებული ციხის პირობებში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ჩვენ ვიცით ხერხემლის პრობლემა. და ის სახლის პირობებში თავისუფლებაზე ასე ვთქვათ რეაბილიტაციას და მოვლას ახორციელებდა ისე რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმებულიყო. ეს უკვე მეორედ მოხდა, როდესაც ნინოს მდგომარეობა უკვე ციხის პირობებში დამძიმდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ციხის მხრიდან არის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ის გადაყვანილი იქნა ადაპტირებულ საკანში. მას utardeba ის მკურნალობა, რომელიც ექიმის მიერ იქნა, ასე ვთქვათ, გამოწერილი, თუმცა utardeba, თუმცა ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი მკურნალობის და რეაბილიტაციის შედეგი, რა თქმა უნდა, კლინიკის და შემდგომ უკვე სახლის პირობებში გაცილებით უფრო დიდია და რემისი, ანუ უკან რო დაბრუნდეს ეს ანთებითი პროცესი, ეს გაუსაძლისი ტკივილები, ამისი შანსები არის ძალიან დაბალი, ხო? მაშინ როდესაც ციხის პირობებში პირიქით იქ ისეთი რეჟიმია თვითონ ციხე, ხო? რომ ართულებს ნინოს მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს უდიდესი სურვილი ჰქონდა და აქვს რომ ის პროცესებს დაესწროს, ბოლო ორის ხდომა სწორედ ამ მიზეზით იდება და ბოლოს ხდომაზე სასამართლო არ გაითვალისწინა ის, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ნინოს წინასწარ პატიმრობაში დატოვების, თუმცა მაინც დატოვა წინასწარ პატიმრობაში და ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ რეჟიმს ისევე შინია ტყვეების, სინდისის პატიმრების და ამ ეტაპზე სინდისის პატიმრები ისევ აგრძელებენ, ასე ვთქვათ, წარმატებით წინსვლას მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც მე აღვნიშნე. ნინოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ყავს ძალიან კარგი ადვოკატი, რომელიც რა თქმა უნდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამართლებრივი მოცემულობა ამ საქმეში შეიცვალოს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ხალხის მხარდაჭერა. სწორედ დღეს იმართება აქცია, რომელსაც მე აუცილებლად დავესწრები და რაც უფრო დიდი იქნება ზოგადად მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ნინოს მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის თავისუფლების მოყვარული, თავისუფლებისთვის მებრძოლი მასწავლებლის, ქალის მხარდაჭერა, თუმცა ეს არის თითოეული ადამიანის მიერ საკუთარი თავისვე მხარდაჭერა, იმიტომ რომ ხვალ ვინ იქნება ნინოს ადგილას, არავინ არ იცის რეჟიმი, ვისზე გაავრცელებს თავის აცეცებს, ხომ? და ხომ პრინციპში ეს არის ნინოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ სოლიდარობა ნინო დათაშვილს, დღეს 7 აქცია არის დაგეგმილი და მნიშვნელოვანია რომ აკადემიები შეიკრიბონ. ნინო ძალიან უსამართლოცის ციხეში არის, ძალიან და ის იმსახურებს დიდ სოლიდარობას ქართული საზოგადოებისაგან. მაგრამ ზოგადად პროცესი მინდა გითხოთ 4 ოქტომბრამდე ცოტა დრო არ დარჩენილი. მე ვიცი რომ თქვენ 4 ოქტომბერს თქვენი პოლიტიკური ძალა განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას არ აპირებთ ამ დღისათვის, ხო? არც არჩევნო და არც აქციო პროტესტის მიმართულებით. მაგრამ ფაქტია რომ თავის ადგილი ამ დღეს უკვე უკავია, მოლოდინებიც არსებობს, ხო? თქვენ რას ელით მომავალ ერთ კვირაში და 4 ოქტომბერს მათ შორის როგორი აქცია იქნება ამ დღეს და როგორი იქნება არჩევნები? როგორ უყურებთ? პირველ რიგში ეს არ არის არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ოღონდ ეს არ არის გაცრეცილი სიტყვები, რომელსაც ვიყენებთ, არამედ რეალურად ეს არის ის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ტარდება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელით, ხომ? და ამ არჩევნების, ეგრეთ წოდებული არჩევნების ბედი, რა თქმა უნდა, წინასწარ არის განსაზღვრული, იმიტომ რომ იმ CSKO-ს პირობებში, იმ გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც დაკვირვებაც კი არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. გარდა ამისა,
ძალიან ბევრ ოლქში უბრალოდ კანდიდატი არ არსებობს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური, ხო, ტექნიკური კანდიდატიც კი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ამ პროცესის ბედი წინასწარ არის განსაზღვრული და ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ოცნება დაწერს იმ ციფრებს, რაც მას უნდა რომ დაწეროს. აქ მნიშვნელოვანია ის და ხშირად ისმის საზოგადოებაში კითხვა უნდა წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ხო? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დაბალი იქნება აქტივობა, მით უფრო გაუჭირდება ამ რეჟიმს გარკვეული ციფრებით манипуляცია. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ საერთოდ ვერ დაწერს იმას, რაც უნდა, მაინც დაწერს, თუმცა დაბალი აქტივობა არის გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, უმჯობესი მებრძოლი საზოგადოებისთვის, ვიდრე ის, რომ არჩევნებზე აქტივობა დაფიქსირდეს და თუნდაც გადახაზონ. იმიტომ რომ გადახაზვა არ გადახაზვას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ციფრები დაიწერება მაინც ის, რასაც მოინდომებს ქართული ოცნება და CSKO შემდგომ ამას მოიყვანს სისრულეში აღასრულებს. ხო, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ არის ეს არჩევნები რუსული სპეცოპერაცია და არა იმიტომ, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში ქართული ოცნებას რაიმე მხარდაჭერა აქვს ისეთი, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს რომელიმე არჩევნებში, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მისი გამარჯვება, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნებზე, ასე ვთქვათ, აქტივობა, ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, აქტივობა იყოს შედარებით დაბალი. შეცვლის ეს რამეს რეჟიმისათვის, რომ არჩევნებზე აქტივობა დაბალი იქნება, აი თქო როგორ უყურებთ ამ სექტორს? რეჟიმს ნელ-ნელა ფიტავს ყველა ის მოქმედება, რომელიც ხორციელდება ქართული საზოგადოების მხრიდან, ხო? ეს იქნება არჩევნების არაღიარება, ეს იქნება არჩევნებზე ამ რუსულ სპეცოპერაციაზე დაბალი აქტივობა, ეს იქნება უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდება, ხო? და ეს უწყვეტი პროტესტი აი აქციასთან და 4-თან დაკავშირებით მეორე ნაწილზე მინდოდა მეთქვა, რომ რაც შეეხება აქციას, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, ამის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ეს არაერთხელ არის ცნობილი, მაგრამ ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არა ვართ, ამ აქციის საორგანიზაციო საკითხები არ ვიცით, შესაბამისად ჩვენთვის არ არის ცნობილი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენ სრული შემადგენლობით ჩვენი პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის ვიქნებით იქ ხალხთან ერთად და ვიმოქმედებთ საჭიროების შესაბამისად. ჩვენ არასდროს დაგვიხევია უკან და არც არასდროს ვაპირებთ რაიმე ფორმით უკან დახევას. ყოველთვის ვიქნებით წინახაზე და ვიქნებით ჩვენს ამომრჩევლებთან და არა მხოლოდ ამომრჩევლებთან, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, სადაც გაუტეხელი გაიმარჯვებს. სადაც ეს არის მათ შორის ნერვების ომი, გამძლეობის ომი, ხო? და ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიდგეთ ფეხზე უფრო დიდხანს, ვიდრე შეიძლება ეს იყოს ქართული ოცნების მხრიდან, ანუ ისინი იდგნენ ფეხზე, ხო? ამიტომ ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. თუ 4-ში, ასე ვთქვათ, იქნება და მე მგონია, რომ იქნება, იმიტომ რომ ხალხისგან არის ისეთი, ასე ვთქვათ, უკავშირი, რომ ხალხი აპირებს 4-ში გამოსვლას და ალბათ ეს იქნება ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 5-ში, 6-ში თუ იქნება საჭიროება, არ უნდა ვიდგეთ. პირიქით უნდა ვიდგეთ და ეს იქნება რეჟიმისთვის დიდი დარტყმა, მათ შორის, რომ რეალურად ნიჰილიზმი კი არა, ერთმანეთის გაძლიერება და პროტესტის გაძლიერება გამოვიწვიეთ. ანუ ეს არის რეალურად მართლა ეს არის გამძლეობაზე დგას ყველაფერი და ჩვენ უნდა ვაჯობოთ იმით, რომ გამძლეობით და მობილიზებით, ასე ვთქვათ. და აქ არის ერთი ნიუანსი. კიდევ მნიშვნელოვანი ის, რომ რეჟიმი სუსტდება, ზუსტად მიუთითებს ისიც, რომ ნახე, ჩვენ ვიცით, ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ საჯაროდ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მათ არ იციან, მაგრამ მათი მხრიდან გამოდის შიგნიდან არაერთი ინფორმაცია, ხო? ეხლა კორუფციას ბრძოლა რო ამათი მიზანი ყოფილიყო, ხო? თავის დროზე დაიწყებდნენ და ამხელა კორუფცია არ იქნებოდა. ესე იგი, შიგნით აქვთ დიდი არეულობა, შიგნით აქვთ დიდი დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ვერ იყოფენ რაღაცეებს, იმიტომ რომ დასუსტდნენ, იმიტომ რომ ნაწილი დასანქცირდა და მეორე ნაწილზე გაბრაზებულია, რომელიც იგივე საკეთებდა და დასანქცირებული არ არის და ეს არის მათ შორის ამ სანქციების ეფექტი, ხომ? და რეჟიმი ამ წუთას არის სუსტად, ნამდვილად, თუმცა არა ისე, რომ ამ წუთასვე წაიქცეს. ამას სჭირდება ბრძოლა, ამას სჭირდება ერთმანეთის ნდობა და მე პირადად და ჩვენს პარტიას გვჯერა ჩვენი ხალხის ნამდვილად მჯერა, რომ ეს პროტესტი აუცილებლად დასრულდება. ბოლო 300 დღის განმავლობაში 300 დღეს ვსაუბრობთ პროტესტის ნახეთ, ოპოზიციური პარტიების შორის კოორდინაციის რამდენიმე მცდელობა.
პლატფორმული თვალსაზრისით მათ შორის. ნაწილში თქვენ იღებთ მონაწილეობას, ნაწილში არ იღებთ. აი სალომე ზურაბიშვილის გარშემო იყო ეს კოორდინაციის მცდელობა. აი ხა მე პატა ბურჭუაძემ სადარო რაღაცა თავის გარშემო გაიკეთებინა ეს კოორდინაცია. ასევე ნახეთ ბოიკოტის გარშემო რვიანის გაკეთების მცდელობა. ახლა რა ეტაპზეა საერთოდ რომელიმე ეს პლატფორმა? კაი პატა ბურჭუაძე სამ შემთხვევაში თავი დავანებოთ, იმიტომ რომ თქვენ ამაში არ ხართ ჩართული, მაგრამ ამის მიღმა თქვენ სადაც ხართ ჩართულები. არსებობს რაღაც ინტერპარტიული საუბრისათვის გეგმებისათვის რაღაცა სივრცე? კი ბატონო, ჩვენი მხრიდან კოალიცია ცვლილების სახელით ვლაპარაკობ ხო ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მუდმივად არის მზაობა და არა მხოლოდ მზაობა, არამედ მცდელობა, რომ მოხდეს საუბარი, გაერთიანება გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით. რვიანის პლატფორმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის, იმიტომ რომ მან, ასე ვთქვათ, რა იყო ეს რვიანი, ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო გაერთიანება, რომ იქ ვიყავით ის პარტიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ თანამშრომლობას ვაგრძელებდით რეჟიმთან და არ ვღებულობდით მონაწილეობას ამ ეგრეთ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ხო? შესაბამისად, ამ ნაწილში ლაპარაკი ამ პარტიებს შორის აქამდეც იყო ამ მისია შეასრულა ამ პლატფორმამ, ასე ვთქვათ, არ თანამშრომლობის ნაწილში და საუბარი ჩვენ ყოველთვის გვაქვს და დიდია რესურსი იმის, რომ გარკვეული საკითხების ირგვლივ კვლავ მოხდეს გაერთიანება და შეთანხმება. აქ მნიშვნელოვანია რა, კოორდინირებული მუშაობა, რომ ვამბობთ არ თანამშრომლობას, რეალურად არ იმ საკითხებზე ვიყოთ გაერთიანებული და არა რაღაც ერთმანეთში აღრეული, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია არ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის, რომელიც ფაქტობრივად ტექნიკურ ოპოზიციასაც ვეღარ ფორმირდება ხომ და პოზიციონირებს, საუბარია იმაზე, რომ თურმე მანდატების დატოვება არ იყოს სწორი საქციელი. არ თანამშრომლობა და რეჟიმის ლეგიტიმაციის პრობლემა დაიწყო სწორად იმით, რომ ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში პირველად მართლაც სწორი ნაბიჯი გადავდგით, რომ არ ყოფილიყო მანდატებზე უარი, პარლამენტის საქმიანობა იქნებოდა ნორმალიზებული, ხო, ნორმალიზებულ კალაპოტში ჩადგებოდა. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი და ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც კი გადადგმულა ამ პროცესის ფარგლებში და დიახ, ჩვენ პარტია ახალი კოალიცია ცვლილებისთვის ვიყავით სწორედ პირველები, ვინც ეს ნაბიჯი გადავდგით და ვინც ბიძგი მივეცით ამ პროცესს, ხომ? და ეს იყო ნამდვილად ის პირველი ნაბიჯი, რამაც გამოიწვია მერე ამდევი პროცესები, მათ შორის საერთაშორისო არაღიარების ნაწილში და პროცესები, რომ არ ნორმალიზდა ისე როგორც უნდოდა, რომ არალეგიტიმურ რეჟიმს, რომ ანუ ავტორიტარული სისტემა დაეყარებინა ქვეყანაში და ასე დაელაგებინა ურთიერთობა ევროპასთან და დასავლურ ცივილიზაციასთან. აი ეს არ თანამშრომლობა და თანმიმდევრულობა არის ის, რაც მიგვიყვანს გამარჯვებამდე და ეს უნდა გავაგრძელოთ 4-შიც და 4-ის მერეც იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო. მადლობა ძალიან.